მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მინდა გაჩვენოთ ჩემი ულამაზესი ქვები, რომელიც მაჩუქა ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა. არ ვიცი, ისე მაბედნიერებს და ისე მომწონს თითოეულთან შეხება, ვერ წარმოიდგეთ, ისეთ ენერგიას მაძლევს ეს სილამაზეები. ყველა სათითაოდ თან ძალიან გამილამაზა აქაურობა. უღრმესი მადლობა აქედან ჩემს მეგობარს, რომელიც სხვათა შორის ამერიკაში იმყოფება და იქიდანაც კი შეძლო ჩემი გახარება. არ ვიცი, ისეთი მოულოდნელი იყო, ეხლაც ემოციებში ვარ. ხო და მადლობა თეოს კიდევ ერთხელ. ესეთი სილამაზეებისთვის. მოკლედ ესენი ასე გადავწიოთ ცოტა, რომ დაგვეტიოს ჩვენი არკანები. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება სასიყვარულო. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, ვისაც ფიქრობთ, ვინც გყავთ გულში ახლა და გავიგოთ მისი გრძნობების შესახებ ჯერ. რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ? სიგნიფიკაციას არ გავაკეთებ შეგნებულად, რადგან მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოусმენს ამ ვიდეოს და ყველასთან ერთი ტიპაჟი ადამიანის არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძნობების მიხედვით უფრო შევძლებთ რამოდენიმე ვარიანტზე ვისაუბროთ. კარგი. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი გულში და გავიგოთ, რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ურთიერთობაში არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ამ წუთას. თუ ჯერ არ არის, სადაცაა უკვე მოხდება და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება ამ ურთიერთობაში. გრძნობებს რაც შეეხება, ეს ადამიანი საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი თქვენს მიმართ. არ ვიცი, ამ წუთას თუ არ გაქვთ რაღაცა სახის კონტაქტი, ამ ადამიანს სურს სადმე ერთად გადაადგილდეთ და თქვენს ურთიერთობაზე სერიოზულად ილაპარაკოთ, დიპლომატიურად, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გადაჭრათ და გადაწყვიტოთ სერიოზულად თქვენი ურთიერთობის საკითხები. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ? ესე ვიტყვი, ეს ადამიანი ძალიან დიდი ემოციებით არის თქვენს მიმართ, აბედნიერებთ მას, მოსვლამდე თქვენთან, არ ვიცით, ეხლა თუ ერთად არ ხართ ამ ადამიანს, უნდა ნამდვილად თქვენთან გამოჩენა რაღაცის შეიძლება ჩუქებაც კი. ეს ადამიანი შეიძლება გარედან საკმაოდ ისეთი ჩანს, ოფიციალური რაღაც ესეთი ძალიან კონსერვატიული გარეგნობის, შეიძლება მკაცრიც ცოტა, მაგრამ შინაგანად ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენს მიმართ ამ პიროვნებას. ხო, ძალიან საკმაოდ შემდგარი პიროვნებაა ფინანსურად, თავის კარიერულადაც ასევე. შეიძლება რაღაც ის ლიდერიც იყოს ეს პიროვნება, რაღაცას მართავდეს. ასევე ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისიც, რომ იყოს მეუღლე და უბრალოდ დაშორებულები იყოთ.
ერთმანეთთან, მაგრამ ეს პიროვნება სხვათა შორის კი მოდის ამ ყველაფრით, ემოციებით, რაღაცა სერიოზულობით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც აქვს რაღაცა სახის შიშები. ამ ურთიერთობაში აი ახლის დასაწყისის შიში, ასე ვიტყოდი და ცოტა მისთვის ბუნდოვანია მომავალი, აი ესე ვერ წარმოიდგენს თქვენთან ერთად მომავალს, რაღაცნაირად კი უნდა ყველაფერი, მაგრამ მისთვის იმ დონეზე დამთრგუნველიც არა, აი გაურკვეველი და ბუნდოვანია, ესე უფრო ვიტყვი, თქვენთან ერთად მომავალი, რომ ცოტა აშინებს ეს ყველაფერი. შეიძლება არ ხართ ახლა ერთად და არ იცის თქვენი პასუხი, აი თქვენგან რა პასუხს მიიღებს, ეს არ იცის და ამიტომ აქვს ესეთი შეგრძნებები. გრძნობებს რაც შეეხება, ეს ადამიანი ნამდვილად შეყვარებულია თქვენზე და ძალიან დიდ ემოციებს გრძნობს, რაც მთავარია თქვენს მიმართ. კარგი. კიდევ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ? კიდევ რას გრძნობს? ვაიმე, დამიცურდა ერთი წუთით. მერტ ჩემო. უკაცრავად მოგდებო. ხან ტარო გადამიწვევდა, ხან ტელეფონი გადამივარდა, მოკლედ რაღაცა ხდება. გავიგოთ კიდევ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. ამას ესე დავდებ ზემოთ. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ხო, აქ რაღაცა ყურეთ გაჩერებულ ურთიერთობაზე მიმანიშნებს და წეღანდელთან კავშირს გავაბავ, ანუ აქ არის გაჩერებული ურთიერთობა, შეიძლება რაღაც ღალატის, ტყუილების ფონზე და ეს ადამიანი საკმაოდ გაურკვევლობაშია, არჩევანშია, უნდა თქვენთან ერთად ნამდვილად ისევ გაერთიანება, მაგრამ აქ შეიძლება იყოს მესამე პირის არსებობაც, ან მესამე ფაქტორები რაღაცა, რომელიც აკავებს ამ პიროვნებას და თან ასევე აშინებს ძალიან, რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენს მიმართ გრძნობს, განავრცოს და მოქმედებაში ასახოს. ძალიან უნდა ახლის დასაწყისი ნამდვილად ამ პიროვნებას, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაცა მესამე ფაქტორები აკავებს, საკმაოდ დიდ ბრძოლებშია საკუთარ თავთან და საკმაოდ ეშინია ნაბიჯების გადმოდგმის. კი შეიძლება გარდან ჩანდეს ისე, რომ ანუ არ ემჩნეოდეს ეს შიში და ეს ყველაფერი, მაგრამ შინაგანად ადამიანი საკმაოდ ჩამოუყალიბებელია და მზად არ არის, ესე უფრო ვიტყვი, ეშინია, იმდენად არა, იმ მზად არ არის რაღაცა ნაბიჯებისთვის. ამჟამად ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, რეზონირდება მათზე. ყველაზე არა, რა თქმა უნდა, ხო? კარგი. კიდევ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ? ხო, ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ გრძნობებზე ნაკლები ყურადღება გამომახვილე, მაგრამ გრძნობები, ემოციები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, უნდა თქვენთან ერთად ისევ რაღაცა სიახლე, მაგრამ აი ესეთ მესამე ფაქტორების გამო საკმაოდ ჩერდება და ნაბიჯს ვერ დგავს თითქოს. კი უნდა, შეიძლება რაღაცა გამონათება ჰქონდეს ამ პიროვნებას, რაღაცა პატარა დოზით, მაგრამ ისეთი არა, როგორც თქვენ და ამ ურთიერთობას სჭირდება. კიდევ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ?
ეს პიროვნება, ვის თქვენ ჩაიფიქრეთ, იცით როგორ მდგომარეობაშია, ანუ აი, როგორ ვთქვა, გამოქცევას არის, რაღაც გამოქცევას ხო, აი, არ ვიცი, სადაც არის ახლა, იქიდან უნდა წამოვიდეს, გამოიქცეს და თქვენთან მოვიდეს, რაღაც აი ესეთ ილუზიებშია ეს პიროვნება, აი, დახმარება უნდა თითქოს, აი, მოვიდეს შენთან და ოღონდ დამიბრუნდი, დამეხმარე, აღარ შემიძლია, აი, რაღაც ესეთ მდგომარეობაშია ეს პიროვნება, აი, შეიძლება აი, როგორ გითხრათ, თვალებში გეჩხირებათ სულ და ცდილობს რაღაცით განიშნოთ, რომ აი თქვენი აქტიურობთ, ხო, რაღაცა ესეთი კაცებისგან ესეთი საქციელია ცოტა არასახარბიელო, მაგრამ აი ეს პიროვნება არის ზუსტად ესეთი. საკმაოდ მარტოსული ადამიანია, აქ რაც არ უნდა ვინმე იყოს მის გვერდით და ხედავდეთ, ეს პიროვნება არის მარტოსული შინაგანად და დეპრესიული. ესე შეიძლება საკმაოდ ბევრს ეწება ან სვამს, აი რაღაც ესეთ მდგომარეობაშია ეს ადამიანი. უნდა ძალიან თქვენთან მოსვლა, რადგან იცის, რომ თქვენც ელოდებით ამ პიროვნებას და საკმაოდ ერთგულად, სხვათა შორის, იცის ეს ყველაფერი ამ პიროვნებამ, იცის, რომ უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა გაურკვეველია მისთვის ეს ყველაფერი, არც ის საიდან რა დაიწყოს მოკლედ. თუმცა ფიქრებში აქვს ეს ყველაფერი ნამდვილად. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს? მოდი ამებს ავიღებ. ვინც პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოებს, გეტყვით, რომ ამდენჯერ იმიტომ ვკითხულობ ერთი და იგივეს, რომ არ მაქვს მე ვარიანტებად ესე არ ვყოფ, მაგრამ ბევრჯერ ვკითხულობ სამაგიეროდ ერთი და იგივე კითხვას, ბევრჯერ, რომ ზოგიერთზე ერთი რეზონირდება, ზოგზე მეორე. სიგნიფიკაციაც ამიტომ არ გავაკეთე, რომ ყოველას ერთი სახის პიროვნება არ გეყოლებათ ნამდვილად. ამიტომ მინდოდა, რომ უფრო ისეთი ვრცელი ყოფილიყო ეს ყველაფერი და ყველას მიწვდეს და ბევრჯერაც ამიტომ მკითხულობ. მოდი კიდევ ერთხელ ვკითხავ ტაროს, რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. მეგობრებო, აქ ძალიან დიდი აი როგორ ორი უკიდურესობაა. თქვენ შორის ნამდვილად იყო რაღაცა სახის ღალატი, ან თქვენი მხრიდან, ან მისი მხრიდან, მაგრამ ნუ არ ვიცი ახლა ზუსტად აქ ვისთან როგორ რეზონირდება, ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან იყო ღალატი ნამდვილად ამ ურთიერთობაში, მაგრამ გრძნობებს რაც შეეხება კარგად დავხვდე ხა სხვაგან, დავასრულებ იმ აზრს ჯერ, ღალატი იყო და ამის ფონზე ძალიან დიდი გატეხილი გული არის ამ ადამიანის მხრიდან. ნუ ვისაც უღალატეს იმ ადამიანს აქვს საკმაოდ ისეთი გატეხილი გული. იმედგაცრუებულია ეს პიროვნება. და გრძნობებს რაც შეეხება აქ არის მზე და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი, აი ესე ვიტყოდი ერთი სიტყვით, ბევრი რო აღარ ვისაუბრო, ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ ყველაფერს გრძნობს, აი გულგატეხილობის და გულის წვეტის და ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანში თქვენთვის არის ადგილი ისევ. თქვენ მისთვის მაინც ძალიან ბევრს ნიშნავთ. მაინც ანათებთ მისთვის, მაინც ბრწყინავთ, მაინც ყველაფერი ხართ მისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად. ერთ მხარეს არის გულგატეხილობა, მეორე მხარეს არის სიყვარული. აქ არის ესეთი მდგომარეობა, თუმცა ამ ურთიერთობაში საკმაოდ დიდი ენერგიებია და
აქ საკმაოდ ანუ ისეთი დიდი შანსი, აი უდიდესი შანსია ამ ურთიერთობის თავიდან დაწყების. ისეთი სწრაფი ენერგიები მოდის ამ ურთიერთობაში. შეიძლება რომელიმე ახლა ამ წუთას ხართ ყავთ რომელიმეს მესამე პირი, უბრალოდ, მაგრამ ამის პარალელურად თქვენ თავიდან დაიწყებთ ურთიერთობას. ალბათ ის მესამე პირთან ურთიერთობა დასრულდება სავარაუდოდ, მაგრამ რომელ მხარეს გყავთ მესამე პირი, ესე არ დავაზუსტებ ამ შემთხვევაში, რადგან არის საჯარო, შეიძლება თქვენი მხრიდან იყოს, შეიძლება მისი მხრიდან ეს მესამე პირი ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში აი ამ მესამე პირთან ერთად დაიწყება რაღაცა სიახლე და დიდი შანსი თქვენს ურთიერთობაში, რადგან თქვენ შორის არის ძალიან დიდი კავშირი, ძალიან დიდი ენერგია, ენერგეტიკული მიზიდულობა, რაღაცა ისეთი, რაც ვეღარ გაკავებთ და ამ ურთიერთობაში თუ არის რაიმე სახის მესამე ფაქტორები, მაინც და მაინც ადამიანს აღარ ვიტყვი, არ გულისხმობ, შეიძლება სხვა რამე ფაქტორები იყოს. ამას ყურადღებას აღარ მიაქცევთ თითქოს და რაღაცა ესეთი აქამდე რომ არ ყოფილა, ისეთი დიდი შანსით დაიწყებთ და დიდი ენერგიებით დაიწყებთ ურთიერთობას. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო ყველას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ვინც აქტიურობთ ჩემს კომენტარებში, ვიზიც რეზონირდება ჩემი გაშლები და იწონებთ ჩემს ვიდეოებს, გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, ვისაც არ გაქვთ, გამოიწერეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ვიდეოები და უფრო მეტზე იმოქმედოს დადებითად ჩემმა ვიდეოებმა. დაგემშვიდობებით ახლა, მეგობრებო. ახალ წლებამდე კიდევ შევხვდებით და კარგ საღამოს გისურვებთ. დროებით.